იყიდება. ილიას აქაურობა ძალიან ლამაზია. მაგრამ საყვარელო, სახლის გაყიდვას აპირებენ. დაგლაპარაკოთ იქნებ მოგაქირავონ. კარგი. გამარჯობა შულა. სახლის თაობაზე გაწუხებთ. მომზადეთ კარი ღია. ილიას აქაურობა ზღაპარს გავს. არ გამოდის ასე, არ გამოდის. რაც უნდა შევეცადოთ, ფული არ გვაყოფა. თუ ასე ძალიან მოგეწონათ, აუცილებლად უნდა იყიდოთ. არ გამოდის მასწავლებელო, ამდენი ფული არ გვაქვს. რას ვიზამთ? სხვა სახლის პოვნა მოგვიწევს. კრედიტის აღება რატომ არ გინდათ? კარგი, მაგრამ კრედიტს ვინ მოგცემს მასწავლებელო? ბავშვებო, არსებობს იპოთეკური სესხი. ჯერ პირველადი შესატანი შეგავთ, დანარჩენ თანხას კი ეტაპობრივად იხდით. ერთ-ერთი ბანკის დირექტორს ვიცნობ, მასთან მიგიყვან და დაელაპარაკეთ. კარგი, მაგრამ ჩვენ შევძლებთ დალაპარაკებას. ისე კარგი აზრია. სიტყვი. საღამოს კარგად დავფიქრდები. ყველაფერს დავწონი და ხვალ დაველაპარაკოთ. კარგი? კარგი. დაგირეკავ. ნახვამდის გიუნერ მასწავლებელო. ნახვამდის შვილო. დაფიქრდეს, კარგი აზრია. გიუნერ მასწავლებელო. მე დავგანახოთ, რა კარგი სახლია. დაგიხატოთ? როგორც კი შედიხართ, უზარმაზარი ხოლია. უკვე წარმომიდგენია, მაგრამ თუ ასე გინდა დამიხატე. ესკიზის დახატვას მირჩევნია ტაქსიში ჩავსხდეთ და სანახავად წავიდეთ. ძალიან ახლოს არის. ღმერთო, მგონი სულ გაგიჟდი. ამ შუაღამისას წასვლა სად გაგონილა? ხვალ დილას წავიდეთ. კარგი, მაშინ დაგიხატავთ. ღმერთო, რა მოუსვენარია. ახლა ვეგაჩვენებთ. სულ ამ პირობაში ასრულა. ჰელენი კლინიკაში დააწვენა. როგორც იქნა, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა. არ გეჩვენება, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა. რომ არ დათანხმებოდა ციხეში ჩასვამდნენ. ასეც ნოიტყვი. როგორც ვიცი, ჰელენი დაუფიქრებულა და დაუგეგმავად არც ერთ საქმეს არ იწყებს. ესე იმედია, არ ცდებით. ახლა თავის პალატაში რამდენიც უნდა იმდენი იფიქროს. მარტო ოცნებებით ზიანს ვერავის მიაყენებს. იქ დასატოვებლად კი ექიმი უამრავ მიზეზს უპოვის. ხომ ასეა? სუნამის ექიმსაც შეიდინა ყველაფერი უამბო. მკურნალობა სულ მცირე 5 წელი გაგრძელდება. მე დაასწრიემ, როგორც იქნა შესაფერი სისახლე ვიპოვეთ. მართლა? შესანიშნავი ამბავია. მაგრამ ერთი პრობლემაა. აქირავდება, იყიდება. ბანკიდან სესხის აღება მოგვიწევს, მაგრამ ბანკი ღირებულების მხოლოდ 75%-ს პარავს. დანარჩენი კი ჩვენ უნდა გადავიხადოთ. შენ კი ამდენი ფული არ გაქვს, არა? კარგი რა, აბა ჩვენ რისთვის ვართ? თქვი რამდენი გინდა და მაშინვე ჩაგირიცხავ. თქვენ არ იცით, მაგრამ ახალ სამსახურში საკმაოდ დიდი ფული ვიშოვე. წარმოდგენაც კი არ გაქვთ. მართლა? მე დაგეხმარები. აი ეს მესმის. ნამდვილი მეფე ხარ. როგორ გასესხები არ მოგცემ. კარგი სესხად იყოს. ილიასი ავანს თუ აიღებს, ბანკში წავალ და მაშინვე სეცხს ავიღებთ. დირექტორი გიუნერ მასწავლებლის ნაცნობია და დაგვეხმარება. კრედიტს ჩემი შემოსავლიდან ქირის სახით დავფარავთ. ასევე ილიასის ხელფასიდანაც დავამატებთ და რაღაც გამოვა. თუ გაგვიმართლებს, მთელ ვალს 5 წელიწადში დავფარავთ. გუშინ დიდი ადამიანები თავს ხედით და ყველაფერი დავთვალეთ. არც კი მჯერა, რომ მე და ილიასი ჩვენს მომავალზე ვლაპარაკობთ და გეგმებს ვაწყობთ. ილიასი მართლა ძალიან შეიცვალა. თითქოს ერთ წამში გაიზარდაო. ნედა ვისახლი განახა, ძალიან მომეწონა. პატარა სახლია. საყვარელი და მყუდრო. ლამაზი ეზო აქვს. სწორედ მემოს შესაფერისი. ხომ ასეა შვილო? არ მეთანხმები?
შენც მოგეწონა არა მემო? Abla sen Dao, dinlemiyor არ მისმენ არა? Abla. Dao, Ha, dinledim. გისმენ შულო. სახლზე მიყვებოდი. Asiye, სამსახურიდან უნდა წავიდე. რა? Ablacığım Dao, sen de yani... შენ კიდევ რას onun bir უსმენ? lafıyla- Onun bir lafı პრობლემა ის არ არის, რაც მითხრა Asiye. Abla annem Dao, bilmez misin? დედა sen ჩემს ya? ხომ იცნობ? Öyle işte. Hani o ასეთია. ağzına geleni რაც ენაზე მოადგება, ყველაფერს ამბობს. ყოველთვის ასეთი იყო. ასე, გამარჯობა ძვირფასო. გამარჯობა. მომზადე საყვარელო მივდივართ. სად? Banka ya. ბანკში. Her şey hazır. ყველაფერი მზად არის. გიუნერ მასწავლებელს ველაპარაკე და ერთ საათში ბანკთან უნდა შევხვდეთ. Memo da geliyor. მომოცდა წავიყვანოთ. Değil mi oğlum? კარგი შვილო. მოდი ჩემთან. მოდი აგიყვანო. Ki bizim ne kadar მე güzel. მოწავიყვანოთ, რომ ბატონმა დირექტორმა ნახოს რა საიმედო ოჯახიც ვართ. რა შვილო. ცოტა ადრე გავიდეთ, რომ მემო პარკში გავასეირნოთ. Biraz da erken gideriz. Parkta Memo ile oynayalım. პარკშიც გავისეირნებთ. Sen parayı nereden? ილიას ფული სად იშოვე? Hala oyalanıyor. დროს როგორ წელავს. ვიშოვე და მორჩა. შეთვის ამ მნიშვნელობა აქვს. Oynuyorum işte. Boş ver. ყველაფერს მოვაგვარებს, ნუ დარდობ. Oğlumu alacağım. ჩემ შვილს სახს მაინც მოვიდი. არა მემო. და შესანიშნავი სახლია, ძალიან მოგეწონება. Bayılırsın, bayılırsın. ეზოც არაჩვეულებრივი აქვს. ვერ წარმოიდგენ რა სილამაზეა. Tabii senin ოთახი შენთვისაც შევარჩიეთ. dua et. ილოცე რომ სესხი დაგვიგეცონ. hayırlı uğurlu olsun. წარმატებას გისურვებთ, შვილო. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. გაიხარე. მორჩა შვილო. სასვლის დროა. წამოდი. Çıkın ben ილიას თქვენ წადით. arkanızdan. მე ახლავე დაგეწევით, კარგი? Alma o zaman. კარგი, ოღონდ არ გვალოდინო. Hadi oğlum. Düdüğü. წამოდი შვილო, წავედით. Ablacığım Dao. მოდი ამ საკითხზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. bir konuşalım ha. მოვედით. ცოტა ხანს დავისვენოთ. ჩემო პატარა. ჩემო ბიჭო. დაიძინე შვილო და ხუჭა თვალები. დაიძინე. Hadi güzel oğlum. დაიძინე. Uyu bakayım sen biraz. მამა შენს გოგონები მოსვენებას არ აძლევენ. ისე უმიცნეს ხედავ. Hayret bir şey ya. არც კი ვიცი რა ვთქვა. გამოდის რომ დედა ჩემი ფსიქიატრიულ კლინიკაშია დასაწვენი. Asiye ben artık burada duramam. Asiye, აქ ვეღარ დავრჩები. საქმე გართულდა, ლამის ოჯახი დაინგრა. Yine başlama. დაო ძალიან გთხოვ, თავიდან უნდა იწყებ. გემუდარები, დედა ჩემი თუ ასე ეჭვიანობს, მამა ჩემი აქ აღარ მოვა და ეგ იქნება. Olur mu öyle şey? შულო, ასე არ შეიძლება, ის მამა შენია. რა თქმა უნდა მოვა, რაც უნდა იყოს შენი ოჯახია. Ailenin arasında შენსა და შენს ოჯახს შორის ვერ ჩავდგები. ნუ მაძალებ. yoluna ben ყველა ჩვენი გზით წავალთ. უკვე ნერვები აღარ მყოფნი შვილო, მეც ვეღარ გავუძლებ. İlyas Bey. ბატონო ილიას, მოვიდნენ. გისმენთ? Siz İlyas თქვენ ილიას ავჯი ხართ? დიახ. ავტოგრაფი გნებავთ? Sizin büyük ჩვენ თქვენი ერთგული თაყვანის მცემლები ვართ. Aslında biz sizinle biraz... სიმართლე გითხრათ, თქვენთან დალაპარაკება გვინდოდა. რამდენიმე შეკითხვა გვაქვს. Bu sporu çok seviyoruz. სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს. მოტოციკლის ყიდვა მინდა, მაგრამ რადგან გოგო ვარ, ნებისმიერ მოტოციკლს ვერ მოვირგებ. ზოგიერთი მძიმეა. როგორც პროფესიონალი რას მირჩევთ? როგორც პროფესიონალი არც ერთ მარკას არ გამოვყოფთი, მაგრამ ერთს გირჩევდით. მოტოციკლეტის შეძენისას მიწაზე ფეხს მყარად უნდა დგამდეთ. მოტოციკლეტის დამორჩილებას თუ შეძლებთ, მაშინ არც მისი მართვა გაგიჭირდებათ და უსაფრთხოდ გადაადგილებასაც შეძლებთ. ხომ გესმით არა? Ablacığım bak. დაო გეუბნები, არ მოგეშვები. Ben sana... აქაურობას უშინოთ ვერ გავწუდები. Abla ben ne anlarım tüy. მე რა გამეგება შალის, ჩხირების, ზაფების თუ ქსოვის. Benim bugüne kadar öyle... ერთადერთი რაც ცხოვრებაში მოვქსოვე, ეს მე მოსვიტერია. შენც ხომ კარგად იცი? Ben mi vereceğim dersi? მე ვის უნდა ვასწავლო ქსოვა? Bak şimdi... მომისმინე, ben geç kalıyorum. ახლა İlyas მაგვიანდება. beni ილიასი bekle. მელოდება. Saate kadar dönerim, tamam mı? ერთ საათში დავბრუნდები და მშვიდად დავილაპარაკოთ, კარგი? Tamam mı? გთხოვ დამპირდი რომ ჩემ მოსვლამდე არ წახვალ. Bak, yemin ver bana. გთხოვ დაო Bekleyeceksin, დამპირდი. değil mi? შევთანხმდით? Lütfen ablam. ჩემი საყვარელი დაიკო. გთხოვ, Hadi. Oh. Ablam benim. Otur. ჩემო hemen კარგო. geleceğim. დაჯექი და დამელოდე. საათი, საათი მალე მოვა tamam. და მშვიდად ვისაუბროთ, კარგი? წავედი.